თუ ადამიანს სურვილი აქვს რაღაცა შეისწავლოს და ამ შემთხვევაში WordPress developing-ი ხელს ვერაფერი ვერ შეუშლის. მით უმეტ პირიქით ძალიან ბევრი ამის საშუალება ექნება. როდესაც თქვენ დაინსტალირებთ WordPress და იყენებთ ქართულ ენას, ის რაც ხდებათ ნათარგმნი, ბატონი დიმას ნამუშევარი არის ეს ყველაფერი. Hyundai G, მაგალითად ერთ-ერთი მსხვილი ავტომწარმოებლის ვებგვერდი ძალიან საინტერესო ფუნქციონალით, ასევე WordPress-ზე არის მთლიანად აწყობილი. დიმა, გამარჯობათ, პირველ რიგში მადლობა, რომ დაგვთანხმდი ინტერვიუზე, მივესალმები მაყურებელს და ორიოდე სიტყვით მოგვიყევით თქვენ შესახებ, მოგვიყევით რა შეხება გაქვთ WordPress-თან და ყველა დეტალი, რაც თქვენ და WordPress ეხება. აბა გესმენთ. მოგესალმებით, ლადო, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში იმისათვის, რომ მომიწვიეთ თქვენს გადაცემაში. მე ვარ დიმიტრი გოგელია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობ საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურში და ზუსტად მე მაბარია უნივერსიტეტის ვებსაიტები, რომელთა უმრავლესობა გაგიკვირდებოდა WordPress-ზე აწყობილი. და ბევრია ესეთი ვებსაიტი. ზოგადად WordPress-თან მივედი მე ძალიან დიდი ხნის წინ. ეს იქნებოდა ალბათ 2006 წელი. როგორც რა თქმა უნდა თქვენს და თქვენმა მაყურებელმაც იცის, WordPress-ი 2003 წელს შეიქმნა და სადღაც 2 წლის შემდეგ თვითონ ავტომატიკმა გააკეთა მისი კომერციული ვერსია WordPress.com. და აი ჩემი პირველი შეხება, მაშინ ძალიან პოპულარული თემა იყო ბლოგინგი, 1000-ნაირი ბლოგერები არსებობდნენ იქ, რაღაც საჭმელების, ფოტოგრაფიის, ამის, იმის, ბევრნაირი. და მეც გადავწყვიტე ჩემთვის რამე ბლოგი გამეკეთებინა. პირველი ვცადე blogger.com-ზე, რომელიც Google-ს ეკუთვნოდა და არ მომეწონა სიმართლე გითხრათ, რაღაც ძალიან უცნაური ინტერფეისი ჰქონდა და მალევე მივაგდე. მე აღმოვაჩინე, აღარ მახსოვს უკვე ვიღაცა მირჩია თუ როგორ მოხდა ეს ამბავი, ეს უკვე ბურუსით არის მოცული, რომ არსებობს ესეთი WordPress.com. შევედი, საკმაოდ უფრო საინტერესო ინტერფეისიც ჰქონდა, დახვეწილი იყო იმასთან შედარებით, იქ რაღაცა ძალიან ნარინჯის ფერებში იყო გაწყობილი მაშინ blogger.com. და მომეწონა მოკლედ გავიკეთე საიტი. მაშინ WordPress.com-ს არ ქონდა არც მორგებული დომენის დამატების საშუალება, არც არაფერი, უბრალოდ იყო რაღაც ნიკნეიმი, WordPress.com, ესეთი მისამართი მქონდა მეც. საბდომენზე, ხო? საბდომენზე ვიყავი, ცხადია. და მაგრამ დიდხანს არ გაგრძელდა ეს. მაქსიმუმ ალბათ 2-3 თვე. არ მომწონდა რომ ჩემი დომენი არ მქონდა. როგორც გითხარით, მაშინ არ იყო ამის მისაშლება ფულითაც კი და ვიყავი უფასო ვერსიაზე. და მე ცოტა რო გავერკვი ამ საქმის ვითარებაში, აღმოაჩინე თურმე ეს WordPress-ი ღია კოდია, open source-ია ეგრეთ წოდებული და მე შემიძლია მე თვითონვე გადმოვიწერო და სადღაც დავაყენო. მაშინ მე საკუთარ დომენზე სადაც გამიხარდება. დიახ, რასაკვირველია. და პირველი, მაშინ ცოტა რთული იყო დომენის აღების საკითხიც, სადღაც საჯარო ბიბლიოთეკა სადაც არის. ახლა აი იქ მივედი, ხელშეკრულება გავაფორმე და ჩემი დომენი gogeliya.g ავიღე 2006 წელი იყო. ანუ ფიზიკურად მისვლა იყო საჭირო, საბუთების გაფორმება, რეგისტრაციაც რაღაც უცნაურად. მე ესე მახსოვს, მე მგონი ვაჟა-ფშაველაზე ვიყავი მისული თუ ეს მოგვიანებით. გაცილებით მოგვიანებით იყო ეგ ამბავი, მე გადავიდე ნიკით. და მოკეთ გავაკეთე ეს დომენი. ახლა დომენი მაქვს, მაგრამ ჰოსტინგი არ მაქვს. ჰოსტინგიც მაშინ არ იყო დიდი არჩევანი, როგორც ახლა დღეს გვაქვს ბევრი სხვადასხვა კომპანია. არც მახსოვს სიმართლე გითხრათ, ვინ იყო ჩემი პირველი ჰოსტერი. საკმაოდ პატარა თანხას ვიხდიდი, იყო ძალიან პრიმიტიული share hosting-ი, მაგრამ მე მყოფნინდა, იმიტომ რომ ახლა ის 3-5 ადამიანი, რომელიც შემოდიოდა ჩემს საიტზე, არანაირად არც ერთ სერვერს არ დატვირთავდა. და სადღაც კი უბრალოდ ზუსტად გეტყვით, 2007 წლის 25 მაისი იყო. ესე ზუსტად ახსოვთ. წელს ახლა ცოტა ხანში მექნება იუბილე, უბრალოდ გაიცათ მექნება დიდი იუბილე, მაგრამ ახლა წელს უფრო ცოტა ისეთი არამრგვალი იუბილე, დავიწყე ჩემი ბლოგი ჩემს საკუთარ დომენზე. და წერდი რაზე, მაშინ ძალიან, ეხლაც მიყვარს ცხადია, მაგრამ Apple-ის ტექნიკა ძალიან მომწონდა, მაშინ ახალი თემა იყო, პირველი iPhone იყო გამოსული და 100% წერდი აი 1000-ნაირ სიახლეებს, news-ებს ეგრეთ წოდებულს Apple-თან დაკავშირებით. და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ 2-3 მომხმარებლიდან მე უკვე რამდენიმე ასეულზე ავედი, ხა შეიძლება ხა სასაცილო ჯგოს, მაგრამ იმ დროისთვის ეს სრულიად ნორმალური იყო, იმიტომ რომ სტეპის რაოდენობაც დიდი არ იყო. დიმა, მე ხო, გისმენთ.
ხო და ნუ იქ კომენტარები რაღაცა ყველაფერში საკმაოდ კაი ცხარე დისკუსიებიც მიმდინარეობდა ხოლმე. აი ეს იყო ჩემი პირველი შეხება WordPress-თან, როგორ ჯერ ავტომატიკის საიტზე და მე უშუალოდ საკუთარ დომენზე. მე ნელ-ნელა ბლოგინგთან ერთად დავინტერესდი, ზოგადად მე ძალიან მიყვარს ეს გაქართულების თემა და მაშინ მე იმ წლებში აი მე ეს თემა ძალიან ძალიან მაინტერესებდა, რომ მუშაობდი თუ არ გაქართულებაზე. გამეგვეტოვებინა. Mhm. კი, Windows-ის და Microsoft Windows-ის და Microsoft Office-ის ოფიციალური გამქართულებელი ვარ ერთ-ერთი, რა თქმა უნდა, არა ერთადერთი. და ამიტომაც დავინტერესდი, რომ WordPress-ი ყოფილიყო ქართულ ენაზე. და მივიღე ამის საშუალება, ხო ეს არ იყო 2007 წელი, გაცილებით ცოტა უფრო გვიანი პერიოდი იყო. აი არ მახსოვს მართლა ნამდვილად, სიმართლე გითხრათ, რომელი წლები იყო, მაგრამ ძალიან დიდი ხანი 10 წელზე მეტია გასული, 12 წელზე მეტი იქნება გასული. და იმის შემდეგ მე ვარ საქართველოსდან ერთადერთი მაინტაინერი ამ საკითხის. იყვნენ ადამიანები, რომლებიც რეგისტრირდებოდნენ, იქ WordPress-ის Slack-ში შემოდიოდნენ, მინდა ქართულ ენაზე ვიმუშაო, ეთყოდნენ აგერ ეს ადამიანია, დავუკავშირდი რაღაც შეთანხმდით, მეთქი კი ბატონო სიამოვნებით. დაწერდა ეს ადამიანი 2, 3, 20, 50 სტრიქონს, გააქართულებდა და მე ნუ ბეზრდებოდა და მიდიოდა. და დღეს დიმა, მდგომარეობა აქვე აი კარგად მინდა განვმარტო ჩვენს მაყურებელს, რომ საუბარი არის იმაზე, რომ როდესაც თქვენ დაინსტალირებთ WordPress და იყენებთ ქართულ ენას, ის რაც ხდებათ ნათარგმნი, ბატონი დიმას ნამუშევარი არის ეს ყველაფერი. კი, ესე გამოდის ნამდვილად და ის ხარვეზების და შეცდომებიც რაც იქ დახვდებათ, კი ბატონო, ისიც ჩვენი აქვე დამსახურება. აქვე თუ რამე ხარვეზი არის, ესეც ბატონ დიმას დამსახურება არის, გამიზიარეთ მაგრამ და სიამოვნებით დიდ მადლობას გეტყვით და გავასწორებ ეგრევე დაუყოვნებლივ რა თქმა უნდა. და მე ნელ-ნელა ხან სხვადასხვა თემებს ვაქართულებდი, ხან მე თვითონ ამ WordPress ვებსაიტი და თელი ის ინფრასტრუქტურა რაც გააჩნია, პლაგინების, თემების რეპოზიტარიუმები, თვითონ ვებსაიტი, ქართულიც გვაქვს k.wordpress.org იქ შეგიძლიათ შეხვიდეთ და ქართულ ენაზე დაინახავთ თვითონ WordPress-ის მთავარ საიტს და ასე შემდეგ. ამათ გაქართულებაშიც რა თქმა უნდა მაქვს მიღებული მონაწილეობა. აი ესე ნუ სწორად აი ასე ხო? WooCommerce-თან დაკავშირებითაც აი ეს ვიმუშავე არის 2000 აი ბარემ აქ შვიდ ეკრანზეც ვაჩვენებ რომ ეს არის ქართული რაზეც ბატონმა დიმიტრიმ თქვა აი აქ არის ყველაფერი ქართულად WordPress-ის ქართულენოვანი ოფიციალური საიტი და გვერდი კი ბატონო. დიმა ბატონ დიმიტრი როგორია WordPress-ით დაინტერესება საქართველოში რა მდგომარეობაა აი ამ ხრივ ვაკანსიების მხრივ დაინტერესება საერთოდ როგორ რას გამოვიყენებთ საქართველოში WordPress-თან რა შეხება გვაქვს ნუ როგორია საქართველოში ჩვენი ალბათ სტატისტიკა ნუ სახა შეიძლება მე ისეთი ზუსტი სტატისტიკა არ მქონდეს როგორც დაუშვათ ჰოსტერებს, მაგრამ რამდენადაც მე ვიცი და მაქვს ინფორმაცია, ისე როგორც მთელ მსოფლიოში 46%-ზე მეტი უკავია WordPress ვებსაიტების ბაზრის წილში, საქართველოში საკმაოდ დიდი კარგად ტივია გამოიყენება, აქტიურად გამოიყენება WordPress-ი, მათ შორის უკვე რამდენიმე მსხვილი, სერიოზულად მსხვილი საიტი იყენებს თუნდაც ყველაფერს თავი დავანებოთ საქართველოს მაუწყებლის თავარი გვერდი 1.tv.gr არის სრულიად WordPress-ი, ასევე როგორც ამასინად გავიგე არ მქონდა მანამდე ინფორმაცია, Hyundai-G მაგალითად ერთ-ერთი მსხვილი ავტომწარმოებლის ვებგვერდი ძალიან საინტერესო ფუნქციონალით, ასევე WordPress-ზე არის მთლიანად აწყობილი და ნუ რა ვიცი, სხვა ყველაფერს თავი დავანებო, აგერ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ძალიან ბევრი საიტი, მრავალი ათეული საიტი გვაქვს, მთლიანად WordPress-ზე კეთება. კი, გვაქვს, რა თქმა უნდა, ცოტა რამდენიმე ასეული მე ვიტყოდი ხო, 350-მდე საიტი, იქ ბევრი სხვადასხვა ფისა, ამის გარდა სხვა საიტებიც გვაქვს, რომელიც შეიძლება უბრალოდ ძალიან სპეციალური გამოყენებისთვის სხვა კოდს და ძრავს იყენებდეს, მაგრამ ეს სხვა თემაა. ასე რომ კი, საქართველოში არის გამოყენება. რაც შეეხება კადრებს, კადრების თემა ცოტა რთულია და მძიმეა. მეც მქონდა შეხება რამდენჯერმე ადამიანების, ასე ვთქვათ, მინდოდა ამეყვანა სამსახურში და გაჭირდა. იმიტომ რომ ყველა ვის პროფესიონალი ამ საქმეში, ვთქვათ, WordPress-ის დეველოპინგში, ისინი უკვე ან დასაქმებული არიან ძალიან კარგად სხვადასხვა კომპანიებში, ან თვით დასაქმებულები არიან, ან საზღვარგარეთზე მუშაობენ აქედან აუთსორსინგის საშუალებით, ასე რომ სენიორის მოძებნა ცოტა ძნელია.
აჰა. ნუ მიდლი არის ყველაფერი. ისე აი როგორ იტყოდით თქვენ არის სასწავლო მასალა ინტერნეტში ხა მე რა თქმა უნდა ვიცი და ვხედავ მაგრამ აი მარტო ჩემი აზრიც არ არის ხო აი ზოგადად როგორ ფიქრობთ ხედავს ხალხი რომ არის სასწავლო მასალა ინტერნეტში და WordPress-ის სწავლა ალბათ ბევრად უფრო ადვილია WordPress-ის გამოცდილების მიღება ვიდრე დაუშვათ რაღაცა სხვა სისტემებთან რომლებთან ზოგიერთს შეიძლება დოკუმენტაციაც კი არ კონდეს და არც იცოდე რა როგორ გამოიყენო. ხო, აქ დოკუმენტაცია არის უკიდურესად კარგად შედგენილი, როგორც სამომხმარებლო, ისევე დეველოპერის დოკუმენტაცია, ასე რომ მაგ თვალსაზრისით და ნუ თვითონ Google ზოგადად შეიცავს თქვენს კარგად იცით ზღვა მასალას ყველაფერზე, ეხლა დაემატა ისიც რომ Google-მა ჩააშენა თავის ზებნაში ხელოვნური ინტელექტის ვიჯეტი და კიდევ უამრავი სხვადასხვა ხელოვნური ინტელექტის აგენტები არსებობს და ბოტები და ჩეტები ასე რომ თუ ადამიანს სურვილი აქვს რაღაცა შეისწავლოს და ამ შემთხვევაში WordPress developing-ი ხელს ვერაფერი ვერ შეუშლის. მით უმეტ პირიქით ძალიან ბევრი ამის საშუალება ექნება. და ძალიან კარგი იმაზე გაცლებით უფრო კარგი ხელსაწყოები და ცოდნის ბაზა აქვს ვიდრე თქვათ 10 ან 12 15 წლისინათ როცა ჩვენ რაღაცის კეთებას ვიწყებდით. კი ბატონო. ბატონო დიმიტრი, WordPress თბილისი meetup-თან დაკავშირებით რას გვეტყვით? რა არის ეს და რა მიზანი არის? რისთვის კეთდება ეს ყველაფერი საქართველოში? WordPress meetup-ი ზოგადად ეს არის თვითონ კომპანია ავტომატიკის მიერ შემოთავაზებული მსოფლიოსთვის შეხვედრების სერია, ფორმატი, რომელსაც ადგილზე სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა ქალაქებში ადგილობრივი ჯგუფები ახდენენ, ასე ვთქვათ, შეკრებას WordPress-თან დაკავშირებით და ერთმანეთში ცოდნის, იდეების, აზრების გასვლა-გამოსვლას. ჩვენც, რა თქმა უნდა, თბილისში, საქართველოში გადავწყვეტეთ, რომ ანალოგიური გაგვეკეთებინა. ეს არ არის სხვათა შორის ახალი წამოწყება. პირველი meetup-ი, WordPress-ის meetup-ი ჩვენ გავაკეთეთ 2013 წელს. ვა. და ჩაიარა ძალიან კარგად. სხვა შორის იმ პირველი meetup-ის თემა იყო გაქართულება, WordPress-ის გაქართულება და 50-მდე ადამიანი ესწრებოდა და მე კიდე მრავალი დღეების და კვირების განმავლობაში მე მომდიოდა მეილები, წერილები ასე შემდეგ, რომ აი რაღაცა ტექნიკური საკითხებთან დაკავშირებით. ეს ხო პირველი, მე სამწუხაროდ რაღაცის გამო გავჩერდით. მე 2017 წელს ჩავატარეთ კიდევ ერთი ღონისძიება უკვე ილიას უნივერსიტეტში და მისი ეგიდით და კлау გავჩერდით სხვადასხვა რატომ რა იყო ეს ნუ გაჩერების რაღაცა ათასნაირი სუბიექტური მიზეზის გამო უბრალოდ ფიზიკურად მაშინ ძალიან ბევრი საქმე იყო და ვეღარ იმასქენი. ამიტომაც შარშან უკვე 2025 წელს მე საკუთარ თავთან დავაყენე ასე ვთქვათ გეგმა რომ აუცილებლად ეს საკითხი უნდა კлау დამეწყო ხელახლა. ძალიან და კარგი. ეხლა მაისში ჩვენ უკვე მეშვიდე შეხვედრა გვექნება იმ პირველ ორს არც ვთვლით 13 და 17 წლების შეხვედრას შარშა ნოემბრიდან მოყოლებული ჩვენ ყოველ თვიურად ვიკრიბებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ-ლიგამოში ილია ჭავჭავაძის 32 ნომერში სადაც შაბათ დღეს ვიკრიბებით ხოლმე სადღაც 15 საათზე და ყოველი ბარემ აი ეს თარიღიც დავასახელოთ ახლა უახლესი შეხვედრა არის ეხლა უახლესი იქნება 30 მაისი 15 საათი კлау წიგნის სახლი ლიგამუსი ილია ჭავჭავაძის 32 ნომერში თემები იყო სხვადასხვა ნუ თუ პირველ შეხვედრაზე მაინც გავაკეთეთ შესავალი თუ რა არის WordPress-ი როგორი არის და ასე შემდეგ მე ნელა ცოტა გავხურდით და ბევრი საინტერესო თემა წამოვწიეთ ასე თქვათ იქ იყო გუტენბერგის რედაქტორი, ელემენტორი page builder-ი ასე ვთქვათ. ქონდა გასულ თვეს ძალიან საინტერესო სესიები ძებნის ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით, SEO-სთან დაკავშირებით, რასაკვირველია. ასევე ჩვენ ჩავატარეთ უკვე ერთი მრგვალი მაგიდა, სადაც შეიკრიბნენ აი ამ დარგის, როგორც ახლა პოპულარულია თქვენ ხოლმე, დარგის სპეციალისტების მონაწილეობით. და განვიხილეთ ძალიან ბევრი საქმე ზოგადად აი ის პირველი კითხვა რაც ხო მეორე კითხვა უფრო თქვენს მიერ დასმული რა ხდება WordPress-თან დაკავშირებით საქართველოში არის თუ არა ბაზარი როგორი არის და ასე შემდეგ ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო და ძალიან ბევრი საინტერესო მოსაზრებები გამოითქვა
ასე რომ ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ ზაფხულშიც, როდესაც შეიძლება ხალხის რაოდენობაც შეიძლება ცოტა ნაკლები იყოს, მაინც ყოველთვიურად აინც ივნისშიც, გასაგები. ივლისშიც, აგვისტოშიც ჩავატარებთ ჩვენ ძალიან აუცილებლად კარგი. ამ ტიპის შეხვედრებს. და ყველას, რა თქმა უნდა, თქვენს მაყურებელს სიამოვნებით ვეპატიჟებით. ანუ ეს შეხვედრები არის აბსოლუტურად უფასო და თავისუფალი, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაესწროს. ბატონო დიმიტრი, აქ უბრალოდ ისიც ვთქვათ, რით დაეხმარება ეს დამწყებებს თუ პროფესიონალებს, კი აი ისიც დავამატოთ ამ მოწვევასთან ერთად, ესე ვთქვათ. ბატონო. იცით რა არის? პირველ რიგში, ახლა რა თქმა უნდა, ჩვენი სპიკერები რაღაცას ახალს იტყვიან, რაღაც ახალს მოუყვებიან, შეიძლება ზოგმა დამსწრე მიცოდეს, ზოგი თქვა თუ ახალბედა რაღაც ახალს და საინტერესოს გაიგებს, მაგრამ ამის გარდა ყველაზე ალბათ მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი ჩვენი მიტაფების არის ის ეგრეთ წოდებული ნეტვორკინგი. ანუ Mhm. ერთმანეთის გაცნობა, რაღაც იდეების ერთმანეთთან გაზიარება, არაფორმალურ რეჟიმში, ასე ვთქვათ, იქ სესიებს შორის არის მცირედი შესვენებები, ეგრეთ წოდებული coffee break-ი, პატარა შეგვიძლია შევისვენოთ, დაველაპარაკოთ ერთმანეთს, მოუყვეთ. სხვათა შორის რამდენიმე სპიკერი სწორედ დამსწრეებიდან წამოვიდა და თვითონვე შემოგთავაზეს, რომ მაგათად მე შემეძლია აი ამ თემაზე ვისაუბრო, მე მინდა აი ამის გაკეთება და აი თებერვლის სესიაზე იყო ერთი ესეთი სპიკერი და ეხლა მაისის სესიაზეც ასევე დარბაზიდან ერთ-ერთმა ადამიანმა გამოთქვა სურვილი და ისიც მიიღებს მონაწილეობას როგორც სპიკერი და აქ ვისარგებლებ შესაძლებლობით და თქვენს მაყურებელს შევთავაზებ თუ თქვენ WordPress-თან ძალიან კარგად მეგობრობთ, კარგად იცით ესა თუ ის ასპექტი აი ამ ძრავისა და აი ამ სისტემისა, ძალიან დიდი მადლობელი დაგრჩებით თუ გამოთქვამთ სურვილს და რომელიმე თქვენთვის საინტერესო თემაზე ჩვენს ერთ-ერთ meetup-ზე ისაუბრებთ, ეს იქნება ძალიან კარგი. ასე რომ გეპატიჟებით სპიკერებს დიდი სიამოვნებით. აი აქ იქნება, ესე იგი, აქ არის პრინციპში თბილისი WordPress თბილისი meetup-ის ამ links დავდებ და აქვე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ბატონ დიმიტრის, გაიაროთ იმ თემასთან დაკავშირებით დეტალები და დიახ, უკვე როგორც შეთანხმდებით, უკვე იმის კი მიხედვით ბატონო. გრაფიკის და განრიგის დალაგება არის შესაძლებელი. აი შემდეგი კითხვა რა მაინტერესებს, როგორ გაჩნდა WordPress თბილისი meetup-ის შექმნის იდეა? ანუ თვითონ WordPress meetup-ის იდეა რა თქმა უნდა ჩვენი არ არის, მაგრამ აი საქართველოზე ესე ვთქვათ ფოკუსირება როგორ რამ გამოიწვია ეს, რა იყო იდეა, რა აი ამ თემაზე მაინტერესებს. კი რა ბატონო. გამოძრავებდათ? იცით რა არის უკვე იმდენად დიდი ხანი ამ თემაში ვიხარშები მე და ჩემი მეგობრები, რომ გადავწყვიტეთ, რომ ეს უკვე უნდა გადაიზარდოს შეხვედრების რაღაც სერიაში, სადაც ჩვენს დაგროვილ ცოდნას, გამოცდილებას გაუზიარებთ ახალბედებს, სტუდენტებს, ნებისმიერ დამსწრე ადამიანს, ვისაც სურვილი ექნება. აი ეს იყო ჩვენი ძირითადი სურვილი, რომ ეს შეხვედრები ყოფილიყო აა ინტენსიური, ყოველთვიურად ჩატარება, ყოველთვიურზე უფრო ხშირი ჩატარება ცოტა ძნელია, იმიტომ რომ საორგანიზაციოდ არ არის მარტივი ამის გაკეთება, ამიტომაც თვეში ერთხელ ესეთი ღონისძიება, რომელიც 3 საათი გრძელდება, ძალიან კარგი კარგი შესაძლებლობას აძლევს როგორც სპიკერებს, ასევე დამსწრეებს, რომ ახალი ინფორმაცია ერთმანეთში გაცვალონ. აი ეს იყო ჩვენი ძირითადი სურვილი, რომ დაგვიგროვდა რაღაცა და გვინდა რომ ველაპარაკოთ ადამიანებს. ძალიან და კარგია და უმეტესია, როდესაც WordPress-ი ამის საშუალებას გვაძლევს, Mhm. თან ჩვენ რა თქმა უნდა ადამიანებს შეუძლიათ ყოველგვარი რაღაცა რეგისტრაციების და იმის გარეშე შეიკრიბნონ და უბრალოდ დაასხნენ თუნდაც კაფეში და ისაუბრონ, მაგრამ ჩვენ ცოტა წინ გადავდგეთ ნაბიჯი და კომპანია Automatix, ვინც WordPress ფლობს და ვინც ამ meetup-ებს, ასე ვთქვათ, ხარს უჭერს, აქვს პროგრამა, აი ამ meetup-ების ჩატარების პროგრამა. და ჩვენ გავწევრიანდით ამ პროგრამაში, ეს არ იყო მარტივი საქმე, პირველივე თვეს და პირველივე წამს თუ როგორც კი შეიტან განაცხადს, იმ წუთში არავინ ესე არ დაგარეგისტრირებს. დაახლოებით 3 ღონისძიება ჩავატარეთ, ყველაფერზე უგზავნიდით მათ რეპორტებს და ვაჩვენეთ ეს ინფორმაცია თუ როგორ ვატარებთ, რაზე ვსაუბრობთ და ასე შემდეგ და ამის შემდეგ კომპანია ავტომატიკმა დაგვამატა თავის რუკაზე ოფიციალურად უკვე events.wordpress.org-ზე თუ შეხვალთ, ეხლა ამ მომენტში არ არის, მაგრამ როგორც კი ეხლა ჩვენ დავამატებთ მაისის ღონისძიებას, საქართველოზე აინთება პატარა ესეთი Mhm. პინი და აი ნებისმიერ ზუსტად აი ამ დეტალზე მაინტერესებდა საქართველოსთვის ეს რას ნიშნავს?
საქართველოს ეს ნიშნავს კიდე ერთ შესაძლებლობას გამოჩნდეს მსოფლიო რუკაზე, გამოჩნდეს მსოფლიო მსხვილ მოთამაშეების გვერდით. აი ამ დიახ. საკითხში. ხო, Mhm. იმიტომ რომ კი, რა თქმა უნდა, უამრავ ადამიანს შეუძლია პირდაპირ რაღაცა გავიდეს სადღაც იმუშაოს გააკეთოს, მაგრამ ესეც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვაჩვენოთ თემ მსოფლიოს, რომ აქ ხალხი შრომობს, სწავლობს და და იცის ჩვენ ეს. გვაქვს ქართული ენა, რომელსაც ყურადღება ჭირდება. დიახ, აი მაგალითად, YouTube-ზე კი რეკლამის ბატონო. გაშვება დღეს პრობლემა არის. ხო, რაღაც სპეციალურ ვიღაცა კომპანიას უნდა გაუკავშირდე, რომ ქართული ენა ხარ ვეზდება და ქართულ ენაზე რთული არის. ანუ დიახ, მე მაგალითად დღემდე ის ეს პრობლემაა, ხო, დიახ, პრობლემა არის. ბატონო. Google-შიც რაღაცა, ну, გვაქვს დაუშვათ ლინკებზე რაღაცაზე. მე მესმის რომ ყველაფერი მოგვარებადია, მაგრამ აი ყოველთვის ესე ვთქვათ, მინდა რომ ჩანდეს ეს ქართული რა, ვიზზე ნაკლები კი არა, ბევრზე ძალიან მეტი გვაქვს ამ ქართულთან დიახ, დაკავშირებით კი პრეტენზია და ბატონო. ამბიციები და აი ესეც ჩემი აზრით ძალიან დიდი წვლილი იქნება არის კიდევაც რომ აი ესეთი მითაფი გაკეთდა რუკაზე საქართველოს კიდევ ერთ ტექნოლოგიურ წერტილ რუკაზე გამოჩნდა და ეს ძალიან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამის გეთახმებით. საქართველოსთვის. დიახ. გეგმები რა გაქვთ WordPress თბილისი მითაფთან დაკავშირებით? გეგმები პირველ რიგში რა თქმა უნდა რომ ტემპი არ დავაგდოთ და არ გავჩერდეთ, ჩავატაროთ ყოველთვიურად ახალ-ახალი ღონისძიებები და ამის გარდა ძალიან გვინდა თუ კი მოხერხდება ჯერ არ ვიცი მართალი, მაგრამ ძალიან გვინდა რომ რეგიონებში გავიდეთ და Mhm. საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში თავისი ლოკალური პატარა მითაფები ჩავატაროთ ხოლმე, ან მინიმუმ ან ამის გარდა უпростоრად პარალელურად შემდეგი სასწავლო წლის დაწყების შემდეგ სკოლის მოსწავლეებს თან შევხვდეთ სკოლის მოსწავლეებს, რათა მათ გავაცნოთ თუ რა არის ეს WordPress-ი, როგორ გამოიყენება, რაში გამოიყენება, მისი შესწავლა ბავშვს რამდენად გაუადვილებს რას, როგორ მისცემს თუ არა მას ახალ პროფესიას, რომელმაც შეიძლება მას სტაბილური შემოსავალი მისცეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ შევეცდებით, რომ ფართო მასებს, ბავშვებს პირველ რიგში, სკოლის უფროს კლასელებს, მოსწავლეებს ინფორმაცია მივაწოდოთ ამასთან დაკავშირებით. აი ესეთი გეგმები გვაქვს. ძალიან კარგი, WordPress-თან ძალიან დაკავშირებით კარგი. მე რეგიონებში აუცილებლად ვეცდები გვინდა რომ გავიდეთ. მონაწილეობა მივიღო. კი ბატონო, ძალიან გამიხარდა. გეხმაროთ. ძალიან. რა რჩევას მისცემდით მათ, ვინც ახლა სწავლობს WordPress? აი მაგალითად 2 ან 3 ყველაზე, იმიტომ რომ რჩევები არ დამთავრდება, ვიცი, ბევრი რაღაცა არის, ბევრი ხალხი რაღაცაზე ყურადღება. აი მაგალითად 2-3 მნიშვნელოვანი რჩევა. ნუ პირველ რიგში არ გაჩერდნენ და არ მიატოვონ. და აუცილებლად გაიღრმავონ ცოდნა. მე მესმის რომ ჩვენს დროში, როდესაც ახლა ხელოვნური ინტელექტი ძლიერდება და როდესაც ათასნაირი ბოტები კოდს წერენ, მიუხედავად ამისა, ცოცხალი პროგრამისტი მაინც ყოველ მიზეს გარეშე საჭიროა, რომელიც ეს არანაკლებ ჰაიპი ხარისხული. გადაივლის ცოტა ხანში, დიახ, დიახ, განლაგდება და ბატონო. გამოჩნდება ესეც რომ დიახ. ამიტომაც კარგი დეველოპერი, კარგი პროგრამისტი, რომელმაც ზედმიწევნით კარგად იცის საკითხი, თემა, ამ შემთხვევაში WordPress-ი, ის ყოველთვის აუცილებლად საჭირო იქნება და მოდი შევხედოთ იმ კუთხიდან, საიდანაც უნდა შევხედოთ პრინციპში. შემოსავალი მას არ მოაკლდება არასოდეს. ასე რომ სწავლა გააგრძელოს, არ მიატოვოს, ის ხელოვნური ინტელექტის ბოტები გამოიყენოს როგორც დამხმარე დამხმარე, კი ინფორმაციის ბატონო. აჰა. მომწოდებელი, თქვა შემგროვებელი ასისტენტი. ასისტენტი და გააგრძელოს კოდის წერა, ბევრი კოდის წერა. ეს იქნება ჩემი რჩევა. კი ბატონო. ბატონო დიმიტრი, სად მივიღოთ ინფორმაცია მომდევნო მითაფების შესახებ? აი WordPress თბილისი მითაბა ეს ლინკი ამ ლინკს ხო, დავდებ ეს ვიდეოს დიახ, აღწერაში. ეს ალბათ არის მთავარი წყარო, ხო, სადაც კი ბატონო. დაიდება ინფორმაცია. კიდევ თუ არის ჩვენ სადმე გვაქვს რაც რამდენიმე სოციალური ქსელში, WordPress, Facebook-ზეც, Twitter-შიც, იმაში ბევრ ადგილას გვაქვს, მაგრამ აი რა გვერდით თქვენ გამოყვანილი გაქვთ ახლა აჰა, ეკრანზე, ეს meetup.com-ზე ეს არის თვითონ WordPress აქვს ესეთი მოთხოვნა, რომ აქ გარეგისტრირდეს meetup-ის ჩამტარებელი ჯგუფმა, აქ გააკეთოს თავისი ანგარიში. ჩვენც ანალოგიურად გავაკეთეთ და შესაბამისად აქ ამ საიტზე იპოვნით სოფლიოს მასშტაბით ყველანაირ WordPress meetup-ის ჯგუფებს. ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ევროპიდან, აზიიდან, აფრიკიდან, სამხრეთ ამერიკიდან ყველა ქვეყანა, ყველა ქალაქი უამრავი
აქ არის წარმოდგენილი და მათ შორის საქართველოს რასაკვირველი. ასე რომ აი ამ მისამართზე შემობძანდით, დარეგისტრირდით და ყველაზე აქტუალური ინფორმაციას აქედან მიიღებთ ყოველთვის. თუ აქედან კიდევ შესაბამისად აი ამ სოციალური ქსელების ბმულებით თუ გადახვალთ ვისაც რომელი უფრო აწყობს Facebook-ი, აი, აქვე არის X-ი, ყველაფერი. LinkedIn-ი და ასე შემდეგ, შესაბამისად იქ შეძლებთ ამ ინფორმაციის განახლებების მიღებასაც. მაგრამ ეს წერტილი არის ყველაზე მთავარი წერტილი, ეს meetup.com-ი არის მთავარი ადგილი, სადაც WordPress-ის ეს საზოგადოებები იკრიბებიან. ძალიან კარგი. ბატონ დიმიტრი, დიდი მადლობა. ამ პირველი ჩართვისთვის მე მგონი საკმაოდ კარგი ინფორმაცია გავაცანით ჩვენს მაყურებელს და აუცილებლად ვთხოვ, რომ WordPress თბილისი meetups დაესწროს ყველა, ვინც დაინტერესებულია WordPress-ით, ვინც სწავლობს, ვინც აპირებს თავის სოდის განღრმავებას და თქვენ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. დიდი მადლობა WordPress-ისთვის, დიდი მადლობა meetup-ისთვის, ამ ინტერვიუსთვის და მე მგონი კიდევ ბევრი მადლობები გვექნება თქვენთვის სათქმელი და მადლობა თქვენ, მადლობა მე, ჩვენს მაყურებელს და მე მინდა წარმატებები თქვენ ყველას. გითხრათ, მადლობა რასაკვირველია იმ პირველ რიგში თქვენი შრომისთვის, რაც WordPress-თან არის დაკავშირებული, მე როგორც მე ვნახე იმ YouTube არხისთვის, სადაც თქვენ ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას დებთ და მათ შორის აი ეს YouTube არხის გამოწერაზე ხო არ გინდოდათ ბატონო დიმიტრი რამე გეთქვა ჩვენი მაყურებლისთვის? ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ აი თქვენი YouTube არხი აუცილებლად უნდა გამოიწუროს ყველა მაყურებელმა, რასაკვირველია, დააჭიროს იქ მას ზარს, ღილაკს და ასე შემდეგ. ყველაფერს საჭიროა, ხო? კი, რაც ყველაფერი საჭიროა. ჩვენ ალბათ უფრო მოგვიანებით გავაკეთებთ და მაგაზე მოგვიანებით კი შევატყობინებთ. ბატონო, მაგასაც. ასე რომ ძალიან დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ თქვენს მადლობა გადაცემაში და მაყურებელს კიდე ვეთქვი რომ 30 მაისს აუცილებლად მოვიდნენ წიგნის სახლი ლიგამუსი, ილია ჭავჭავაძის 32 ნომერი. დიდი მადლობა. მადლობთ.